ფიქრობ, რომ ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, ყველა, ვისაც გული შესტკივა საკუთარ შვილებზე, დღეს აქ უნდა იყონ, რათა კიდევ ერთხელ ანახონ როგორც დღევანდელ ხელისუფლებას, ასევე მათ რეალურ მმართველსა და პატრონს კრემლში, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არასოდეს არ შეეგუება უკან დაბრუნებას 90-იან წლებში და ძლივს გაგდებული კომპანიის და საყრდენს, ძირითადი საყრდენს ოკუპანტისას ამ ქვეყანაში, მის მობრუნებას და მის შემოbrunებას და ასე ვთქვათ დამოკიდებულებას ისევ რუსეთზე. ყველაზე ძირითადი სექტორი ენერგეტიკა რომ მივაბათ ისევ რუსეთს. ამის დაშვება არანაირად არ შეიძლება. დღეს შეიმჩნევა ის, რომ ხელისუფლება დროებით ასე ვთქვათ ზავს იღებს და რაღაც უკან დახევის მომენტები შეინიშნება. რამოდენიმე განცხადება იყო იმის თაობაზე, რომ გაზპრომი აღარ იქნება და ძირითადი მოთამაშე ისევ ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე დარჩება აზერბაიჯანი, მაგრამ ისევე როგორც სხვა საკითხებში, არც ამ საკითხში არ შეიძლება ამ ხელისუფლების ნდობა და ამიტომ იმით არაფერი არ დაშავდება, რომ კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რომ არის ამ ქვეყანაში ხალხი, არის ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ამას არ დაუშვებენ და არაფერ შემთხვევაში არ შეეგუებიან კიდევ ერთხელ იმ ბერკეტის მიცემას მტრისათვის, რომელიც მას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს ჩვენ საწინააღმდეგოში. აფხაზთა კრება უერთდება აქციას არა გაზპრომს. არა გაზპრომს ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ რუსეთზე მიბმას, რუსეთის პოლიტიკაზე მიბმას. გაზპრომის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას, შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას. გაზპრომი ნიშნავს საქართველოს კულტურულ განვითარებაზე უარისხმას, საქართველოს პოლიტიკურ განვითარებაზე უარისხმას. უნდა ვიყოთ მიბმული რუსეთის ეკონომიკას, რუსეთის ენერგეტიკას და რუსეთის პოლიტიკას. და ქართული პოლიტიკა დიდი ხანია მივიდა იმ აზრამდე, უარი ვთქვათ უნდა რუსეთზე, რუსეთის პოლიტიკაზე, რუსეთის განვითარებაზე თუ განვითარებლობაზე. სადაც რუსეთი განვითარება არაა. სადაც რუსეთია იქ ყოველთვის უკუსვლა, იქ ყოველთვის ეგრესია, პროგრესზე ლაპარაკი ზედმეტი. დღეს აფხაზთა კრებაში შემავალი ორგანიზაციები მონაწილეობას ვიღებთ ცოცხალ ჯაჭვში. საქართველოს ხელისუფლება ისევ და ისევ ცდილობს გაატაროს რუსული ინტერესები საქართველოში. გაზპრომის შემოყვანა საქართველოში ნიშნავს მომატებულ ტარიფებს. ჩვენ ვიქნებით მთლიანად დამოკიდებული რუსეთზე. გვახსოვს, რომ 2006 წელს რუსეთმა შეგვიწყვიტა გაზმომარაგება და დაგვაბრუნა 90-იან წლებში. თუმცა შულავერის ეს ხელისუფლება თავის მოღვაწეობას დაასრულებს ამ წლის 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. მეტრო რუსთაველი შესაძლოა. მეტრო რუსთაველი. რატო და რა ქვია ის როგორ მედის მოდელირება. ცოტა გაიშალეთ, რაღაც ძალიან ახლოს გახართ რა. ცოტა გაიშალეთ. აი არ დაიკავებს როშა. აი ასე, გაიწიეთ. აი ასე. გადმოდი. არა გაზპრომს. ამ აქციის თავმჯდომარები ჩამოსულები ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ კიდე გვახსოვს ის სუსხიანი დღეები, როდესაც რუსეთმა გაზი გადაგვიკეთა და მთელი საქართველო იყინებოდა. ჩვენ არ დაგვიწყებია ის დღეები და დღეს ვაპროტესტებთ ამას, რომ აღარ გვინდა განმეორდეს ის დრო და ის სუსხიანი დღეები, რაც გადაიტანა ქართველებმა. საერთოდ ყველაფერი ძვირია, უკვე აუტანელია ამ გაჭირებული უფულო უმუშევარი ხალხისთვის. ყველაფერი ძვირდება, ყველაფერი დაგვიძვირეს, გაზი, დენი, რავი, 1000 რამე, საჭმელოთი, აბა სხვა რაღა მოვითხოვო. მოვბრძანდით, იმიტომ რომ უკვე უკიდურესობის ზღვაზე ვართ მისული, დროა ამ მთავრობას ეყოს თარეში და გადავარდეს.
დღეს არის ისტორიული დღე. კიდევ ერთხელ თელმა საქართველომ იმ ძალიან ცუდ ისტორიას, რომელიც კარგად გვახსოვს, როგორ გვიფუჭებდა რუსეთი ყოველ ზამთარს და როგორ გვანადგურებდა და გვაციებდა ხოლმე, უთხრათ არა, იმიტომ რომ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ უკვე და აღარ გვინდა რომ დაუბრუნდეთ იმ სიბნელეს და იმ სიცივეს, რომელიც გქონდა ამ ქვეყნის წყალობით. მოდი. აგე? აი საუბრობს. მეორე პლაკატი სადა? აკას არ გადაუღეს ძებნა. ასო თემი მამუკები აშკაცურო. ერთხელ დამწვა ინეს გასმა სოხუმში მეორეჯერ არ მინდა კიდე დამწვა აქ თბილისში. არა გასპრომს. საქართველოს დიდი ხანია თამაშობს რუსულ პოლიტიკას. ჩვენ ვემხრობით. ჩვენ არ გვინდა რუსული პოლიტიკა, ჩვენ გვინდა ჩვენი სამშობლო, ერთიანი ძლიერი. არავის ინტერესი არ უნდა გადარდეს საქართველოში. ჩემი მოსვლის მიზეზი ის არის, რომ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აქციის მოთხოვნას, სულისკვეთებას და მთლიანობაში პოზიციას. ეს ძალიან კარგი აქცია, ძალიან საჭირო აქცია, რომ დაინახოს ხელისუფლებამ, რომ მას არ შეუძლია ასეთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც გაზპრომის საქართველოში შემოbrunება ქართული ხალხის ადეკვატური რეაქციის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეაქციის ჩვენება. დღეს ღირსშესანიშნავი დღეა, იმით რომ გონი იღვიძებს ქართველი ერი და თავის წონადის სიტყვის სათქმელად გამოვიდა ქუჩაში. საქართველოს ხელისუფლებას ჩვენ უნდა მივცეთ ღირსეული ესეთი წონადი გაკვეთილი. მოსვლის მიზეზი არის შეუერთდე იმ მანიფესტაციას, რასაც ქვია არა გაზპრომს. მაგრამ ნუ იფიქრებენ, რომ ეს მხოლოდ გაზპრომის და შემოსული გაზის საწინააღმდეგოდ მიმართული აქციაა. ეს მთლიანად გულისხმობს არა რუსეთს, არა კოლაბორაციონისტს, არა ღალატს. ეს არის სიმბოლო ქართული საზოგადოების ერთად დგომა მტრის წინააღმდეგ, არა ოკუპაციას და არა ღალატს. იცით რა, ხშირად მიფიქრია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის სიტყვა კოლაბორაციონიზმი და ოკუპაცია. მე ბოდიშს მოვიხო და მინდა განუმარტო რა. კოლაბორაციონიზმი არის მტერთან თანამშრომლობა. კოლაბორაციონიზმი არის მტრის კარზე ცეკვა თამაში. კოლაბორაციონიზმი არის მტრის ნებასურვილის ასრულება. კოლაბორაციონიზმი არის ძახილი, რომ ჩვენ ვართ ერთმორწმუნეები და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. კოლაბორაციონიზმი არის ღალატი. კოლაბორაციონიზმი არის ცუდი. ოკუპაცია, როდესაც შენ დაპყრობილი ხარ, როდესაც შენ ტერიტორიებზე დგას მტრის ჯარი და შენს მოსახლეობას, შენს ძმას, შენს ნათესავს, შენს თანამოძმეს, შენს თანამოქალაქეს ყრის თავისი საცხოვრებელი ადგილიდან. ამაზე მეტი მტერს არც არასოდეს გაუკეთებია საქართველოში. და მე მინდა გავახსენო რა, ახალგაზრდობას ძირითადად რა, რომ ქართველი კაცი კი არა, ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანი იბრძვის ყველა არსებული საშუალებებით მტრის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ აფხაზთა კრების წარმომადგენლები შეკრებილი მივართ ლოზუნგით არა გაზპრომს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება
გასული წლის სექტემბრიდან აწარმოებს შეიძლება ითქვას სეპარატულ მოლაპარაკებებს რუსეთის კომპანია ენერგოგიგანტ გაზპრომთან. ჩვენ გვახსოვს თუ რა როლი ითამაშა გაზპრომმა არა მარტო საქართველოს უახლეს ისტორიაში, არამედ ევროპასთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან არაერთხელ გამოიყენა ენერგომატარებლები შანტაჟისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. გაზპრომი უბრალო კომპანია არ არის, რუსეთის უბრალო კომპანია არ არის. გაზპრომი არის პუტინის და მისი ხელისუფლების იარაღი, რომლითაც ის აშანტაჟებს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ ევროპას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ამ თვალსაზრისით უკვე ხელი აქვს მოწერილი, ამბობენ ერთი წლით გადაიდო ეს პრობლემა, ჩვენ აფხაზთა კრების წარმომადგენლები, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები, პრევენციის მიზნით მაინც გამოვედით დღეს, რომ ჩვენ კიდე ერთხელ უთხრათ რუსეთის ენერგომაფიას, არა გაზპრომს, არა ოკუპაციას, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას. ეს პირდაპირ არის მიბმული საქართველოს თავისუფლებასთან, აფხაზეთის საკითხთან, სოხუმის საკითხთან. ამიტომ ვართ ჩვენ დღეს აქ. ვაპროტესტებ რუსეთის პუტინის იმპერიას, ვაპროტესტებ ოკუპაციას, ვაპროტესტებ ჩვენი მთავრობის კოლაბორაციონალისტურ მოქმედებას და აი ამიტომ მოვედი აქ, რომ დავაფიქსირო ჩემი პროტესტი. დღეს არის ალბათ ტაქტიკური გამარჯვების დღე ჩვენს მათყუარა ხელისუფლებაზე, რომელიც დღე გამოშვებით ხან სისულელეს აკეთებს, ხან დანაშაულს ჩადის. მიხარია, რომ საზოგადოებამ ერთსულოვანი პროტესტი გამოთქვა რუსული გაზის დაბრუნების თაობაზე. ეს ერთი და სხვა მრავალი იმედი მაქვს, რომ დარაზმული საზოგადოება ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კლასი ძალიან არაკომპეტენტური ყავს ჩვენ დღეს. დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, განსაკუთრებულად იმ ადამიანებისთვის, ვინც სოხუმიდან არიან ჩამოსული, ვისაც გავლილი აქვს ეს გაკვეთილები რუსეთთან ურთიერთობის. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთება ამ საზოგადოების ბრძოლაში იმ ადამიანებთან, ვისაც გონია, რომ რუსეთთან შეიძლება მეგობრობა და შეიძლება რაღაცის დათმობა. ხვალდაზე კიდევ უფრო მეტი ბრძოლა მოგვიწევს, უფრო მინდა მოუწოდო ყველა საზოგადოების ყველა წევრს, ნებისმიერ ადამიანს, პედაგოგს, ექიმს, იურის, ნებისმიერ ადამიანს, დიასახლის, რომ რაც შეიძლება მეტად გამოვიდნენ ქუჩაში იმ დროს, როდესაც ეს არის აუცილებელი, რომ გამოხატონ თავის დამოკიდებულება იმ გამოუსწრელი შეცდომების მიმართ, რასაც მთავრობა უშვებს და რაც შეიძლება ხვალ ძალიან ცუდად დაუბრუნდეს ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილიშვილებს.